კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სფერო სოფლის მეურნეობა, აქ დასაქმებულია საქართველოს მოსახლეობის უზარმაზარი ნაწილი. ლოგიკურად, თუ გვინდა რომ ადამიანებმა იგრძნონ ეკონომიკური ზრდა, ეს სწორად ის სფეროა, სადაც ბუმი უნდა იყოს, მაგრამ რეალობა არის საპირისპირო და მთლიან ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილი შემცირდა. თუ ზრდა იქნებოდა სოფლის მეურნეობაში, მსუბუქ მრეწველობასა და ვაჭრობაში, ანუ იქ, სადაც ხალხი არის მასიურად ჩართული, მაშინ იგრძნობდა ყველა ამ ზრდას. იქნებ ვცდებით, სტატისტიკაც ცდება და სოფლებში სხვა მდგომარეობა. თუ დაეწყო სოფელს ეკონომიკის ზრდა. დაგვიწერეთ კომენტარები, გამოგვეხმაურეთ, ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება თუ ქართველები გამზრდებიან და მაგალითად iFacts დააფინანსებენ. შეგეხსენებთ, რომ დამოუკიდებელ მედიას ახლა ისე სჭირდება თქვენი თანადგომა, როგორც არასდროს. გამოიწერეთ ჩვენი არხი, გააზიარეთ ჩვენი მასალები და თუ ფინანსურად დაგვეხმარებით, აქვეა ანგარიში. ასევე შეგიძლიათ ჩვენ ვებგვერდზე დონაციის ღილაკის გამოყენება და მარტივად თანხის გადმორიცვა. მადლობა რომ ისმინეთ, ბოლოს ერთი კითხვა მაქვს ქართული ოცნების წარმომადგენლებსაც კითხავდით, მაგრამ არ გველაპარაკებიან. თქვენც იფიქრეთ ამაზე, რომელი ჭკუად ყოფილი გარბის იმ ქვეყნიდან, სადაც ეკონომიკური ბუმი, ზრდა და რეკორდული მაჩვენებლებია. არა და 2023-24 წლებში ქვეყანა 366,000 ადამიანმა დატოვა ლუკმაპურის საძიებლად, მეტწილად, უკან აღარ დაბრუნებულან და ღმერთმა უწყის, როდის დაბრუნდებიან.